საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა მეორე მსოფლიო ომის მეორე ეტაპი, მისი დასასრული და შედეგები. როგორც გახსოვთ, ჩვენ წინა გაკვეთილზე შევცედით 1941 წლის ზაფხულზე, როდესაც შემუშავებული იქნა უკვე ბარბაროსას გეგმა და გერმანია ემზადებოდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის. ბარბაროსას გეგმა ისვალისწინებდა საბჭოთა კავშირში სამი მხრიდან შეჭრას, ეს იყო ჩრდილოეთის მიმართულება, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ლენინგრადი. სხვა შორის ბარემო ვიტყვი ამ მიმართულებით 41-44 წლებში ლენინგრადის ძალიან ცნობილი ბლოკადა იყო, უამრავი დღე და ღამე გადაიტანეს მშივრებმა, ლენინგრადელებმა, ერთადერთი ლადოგის ტბა იყო გაყინული და ის სიცოცხლის გზას ეძახდნენ, იმაზე გადიოდა და მარაგდებოდა ლენინგრადი. მეორე იყო ცენტრის მიმართულება, ეს იყო მოსკოვისაკენ მიმართულება და მესამე იყო სამხრეთის, ანუ უკვე ჩვენი მიმართულება, ანუ უკრაინა, ვოლგისპირეთი და კავკასიის მიმართულება. დავიწყოთ იმით, რომ 1941 წლის 22 ივნისს გერმანია ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა იცოდა, ასე ვთქვათ, ამ თავდასხმის შესახებ, ძალიან სწრაფად მოიწევდნენ წინ გერმანელები. თავდაპირველად ბელორუსები და უკრაინელები პურითა და მარილით ხვდებოდნენ გერმანელებს, მაგრამ შემდგომში, როდესაც რამდენიმე სისასტიკე გამოიჩინეს გერმანელებმა, მათ პარტიზანული ომები გააჩაღეს. მოკლედ რომ ვთქვათ 41 წლის ნოემბერ-დეკემბრისათვის ისინი უკვე მოსკოვს მოადგენენ, ასეც იყო ბლიცკრიგი იყო დაგეგმილი, ასე ვთქვათ ბარბაროსას მიხედვით, მაგრამ აი აქ ყველაფერი შეიცვალა და მინდა გითხრათ, რომ სტალინის პიროვნულმა თვისებებმა ითამაშა ძალიან დიდი როლი. ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, უნდა გითხრათ აუცილებლად 1941 წლის 7 ნოემბერს, მაშინ, როდესაც დურბინდიდან ხედებდნენ გერმანელები კრემლის კედლებს, სტალინმა აღლუმი ჩაატარა წითელ მოედანზე და ჯარები, რომლებიც პირდაპირ ფრონტზე მიდიოდა, ანუ ეგებებოდა აღლუმი მიიღო სტალინმა და ამით გახარებული, რომ სტალინი ისე მოსკოვში იყო და სხვა შორის სტალინმა მიუხედავად ბევრი რჩევის არ დატოვა მოსკოვი, გამზადებული იყო ყველაფერი ქალაქ სამარაში და ისინი პირდაპირ ეკვეთებოდნენ მტერს და დეკემბრის თვეში პირველად მოხდა გერმანელების არა მარტო შეჩერება, არამედ კონტრშეტევაზე გადასვლაც, ყველა დაარწმუნდა, რომ საბჭოთა კავშირს ძალუძს გერმანიის შეჩერება და მისი დამარცხება. აი ეხლა დაიწყეს რეალურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობა და დადეს მასზე ფსონი. ამუშავდა ლენდ-ლიზის პროგრამა, ეს იყო ჩაერთო უпроსორეთ ლენდ-ლიზის პროგრამაში საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ ლენდ-ლიზის პროგრამა უკვე მუშაობდა. ეს არის ამერიკელების მიერ წამოწყებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მოკავშირეებისათვის დახმარებას პროდუქტებით, პირველადი საგნებით, ტყვია წამლით, ტანკებით, თვითმფრინავებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ამ პროგრამაში ჩაერთო საბჭოთა კავშირიც და ის მარაგდებოდა დიდი ბრიტანეთიდან შემოდიოდა მურმანსკის პორტით, მაგრამ მურმანსკის პორტი იყინებოდა, ამიტომ ის არ იყო, ასე ვთქვათ, მუდმივი მოქმედი პორტი და გამოიძებნა მეორე გზა, როდესაც შემოდიოდა ეს ტვირთები სპარსეთის ყურის გავლით, სპარსეთის გავლით და მერე უკვე ჩვენით ამოდიოდა ზევით. ანუ საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები 1942 წლის 1 იანვარს დებენ ვაშინგტონის პაქტს და მინდა გითხრათ, მე ამას 26 ქვეყანა შეუერთდა და ეს პაქტი გახდება მომავალში დღევანდელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საწყისი ეტაპი. ეხლა რაც შეეხება იგივე დეკემბერს, 41 წლის დეკემბერს, ძალიან საინტერესო მომენტია, აქ შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მომენტი ამ ომში. როგორც ვიცით, ამერიკა თავისი პაციფისტობით გამოირჩეოდა, ანუ ომის არ მოსურნეობით და პირველ მსოფლიო ომში გახსოვთ, ძალით ჩაითრიეს ამერიკა ომში და აი ეხლაც იგივე ხდება 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორი, ანუ ჰავის კუნძულებზე მდებარე სამხედრო ბაზა იაპონელებმა დაუბომბეს ამერიკელებს. აი მხოლოდ ამის შემდეგ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ უშუალოდ ჩართულიყვნენ ომში. ანუ იაპონიამ დათური სამსახური, ძალიან ცუდი სამსახური გაუწია გერმანიას, იძულებული გახდა ჰიტლერი 11 დეკემბერს გამოეცხადებინა ომი ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ეხლა რაც შეეხება მოუბრუნდეთ ის საბჭოთა კავშირს 42 წლისათვის
იწყება ახალი გეგმის შესრულება გერმანელების მიერ. ეს არის სამხრეთის მიმართულება, ანუ სამხრეთის მიმართულებიდან უკრაინის შავმიწანიადაგიანი ზოლიდან გამოსვლა კავკასიაში, ბაქოს ნავთობის გადაკეტვა და ვოლგისპირეთში გასვლა და პირველ ეტაპს წარმატებით გაართვეს, გამოვიდნენ კავკასიაზე და მივიდნენ ვოლგისპირეთში, დაიკავეს ძალიან დიდი სისხლის ფასად, მაგრამ დაიკავეს სტალინგრადი. მაგრამ აი აქ მოხდა მობილიზაცია 42 წლის შემოდგომაზე საბჭოთა ჯარების ალყა შემოარტყეს, ალყაში მოაქციეს პაულუსის უზარმაზარი არმია და დაიწყო ტომარაში მისი მოქცევა, ნელ-ნელა შეკუმშვა. ჰიტლერი უბრძანებს პაულუსს აუცილებლად ნებისმიერი გზებით შეინარჩუნოს სტალინგრადი და მის საშუალებლად გამოიგზავნა მეორე ძალიან დიდი არმია მანშტეინის მეთაურობით, მაგრამ მანშტეინი არათუ არ მიუშვეს ახლოს პაულუსთან პირიქით, დაიწყეს მანშტეინის არმიის ალყაში მოქცევაც და მანშტეინი იძულებული გახდა გაბრუნებულიყო და გაეწირა პაულუსის არმია. მინდა გითხრათ, რომ 1943 წლის 2 თებერვალს უზარმაზარი არმია თავისი ფელდმარშალიანად ტყვედ ჩაბარდა საბჭოთა ჯარებს. აი ამ სტალინგრადის ბრძოლების დროს მილიონზე მეტი ადამიანი ორივე მხრიდან დაიხოცა ან გაიყინა, საშინელი ზამთარი დაიჭირა მაშინ და გერმანელები, რომელიც თხელი შინელებით იყვნენ წამოსულები, იმდენად სციოდათ, როგორც თვითონ იხსენებენ მერე, შინელებს წვამდნენ, რომ გამთბარიყვნენ. აი ამ გამარჯვების შემდეგ 53 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს საბჭოთა ჯარებმა, ამას ქვია კურსკის რკალის უდიდესი მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა იყო და საბჭოთა T-34-ებმა დაამტკიცეს თავისი უპირატესობა გერმანულ ვეფხვებზე და პანტერებზე და ბრწყინვალე გამარჯვება იქნა მოპოვებული, როგორც ჩერჩილმა ხატოვნად თქვა, მოქცევა მიქცევამ შეცვალა. სხვათა შორის სტალინგრადის ამბებმა და კურსკის ამბებმა მთელი მსოფლიო გამოაცოცხლა. ევროპაში ყველგან დაიწყო წინააღმდეგობების მოძრაობები გერმანელების წინააღმდეგ და ძალიან მძიმე დღეში დაიწყო ჩავარდა გერმანიამ ნელ-ნელა დაიწყო უკუსვლა. ეხლა საინტერესოა მეორე ფრონტის ამბავი, ანუ ჯერ კიდევ 42 წლისთვის შეპირდნენ ჩერჩილი და რუზველტი, რომ გაიხსნებს სტალინს, რომ გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, მაგრამ მე გითხარით, როდესაც საფრანგეთი დაიკავა, გერმანიამ ძალიან პირდაპირ რომ შეიერთა ჩრდილო გერმანია, ძალიან გამაგრებულია ნორმანდიის სანაპიროები, ანუ პრაქტიკულად ევროპაში არ არის წერტილი, საიდანაც შეიძლება გადაისხას დესანტი და აი გადაწყდა 53 წლის ზაფხულში, რომ სამხრეთის მიმართულებით იტალიის გავლით შესულიყო დესანტი. ამისათვის აუცილებელი იყო ჯერ ბაზის გაკეთება, ამიტომ 53 წლის მაისში ჩატარდა ოპერაცია ჩირაღდანი და ტუნისიდან, ანუ ჩრდილოეთ აფრიკიდან განდევნილი იქნა გერმანელთა რომელის დინასტიები, დივიზიები, ბოდისვიხტი და ამის შემდეგ გადასხდნენ სიცილიაზე. დაკავებული იქნა სიცილია გახდა ბაზა იტალიაში შესაჭრელად. აი აქ მარშალმა ბადოლიომ ურჩია ვიქტორ ემანუელ მესამეს, ანუ მეფეს იტალიისას, რომ დაეჭირა მუსოლინი, მოეხსნა და დაეჭირა მუსოლინი, რომ მოკავშირეებთან რაღაც წინააღმდეგობები არ ქონათ. ასეც მოიქცა ვიქტორ ემანუელ მესამე, მაგრამ აი აქ ჰიტლერმა თავისი მოკავშირე არ გაწირა, მინდა გითხრათ, და მან გააგზავნა სპეცრაზმი საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოს ისტორიაში მზვერავის ოტო სკორცენის მეთაურობით, მას სახენაიერებ კაცსაც უწოდებენ და უწყინვალესი ოპერაცია იქნა ჩატარებული, მუსოლინი გათავისუფლებული იქნა, ის ბერლინში ჩაუყვანეს ჰიტლერს და ამის შემდეგ ჰიტლერმა მისცა მას ძალები და ჩრდილო იტალიური რესპუბლიკა ჩამოუყალიბა ცენტრით მილანი და უკვე მოკავშირეები გააჩერეს, ანუ მათი სამხრეთიდან წინსვლა შეჩერებული იქნა. ანუ მეორე ფრონტის გახსნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. აი ამის შემდეგ 42 წლის ბოლოს პირველად შეიკრიბა დიდი სამეული თეირანში, ეს არის ირანის დედაქალაქი, ანუ დიდი სამეულს მე ვგულისხმობ დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირს და აი ამ შეხვედრაზე, თეირანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 44 წლის არაუგვიანეს მაისისა გახსნილიყო მეორე ფრონტი, თუმცა კიდევ მეორე ძალიან გამაგრებული იყო ნორმანდიის სანაპიროები და მხოლოდ 44 წლის 6 იუნის მოხერხდა გადასხდომა ჯარების. ძალიან საინტერესო მომენტია და მინდა გითხრათ ეს უბრალოდ დაგაინტერესებთ. ასე მოატყვილეს გერმანელები, ვითომ ლამანშიდან უნდა მომხდარიყო ამ
გადასხმის ოპერაციის ლამაშის სრუტიდან უნდა მოხდარიყო გადასხმის ოპერაციის ჩატარება და ამ ტერიტორიაზე ისე იგი მოიტანეს გასაბერი ტანკები, მანქანები, ყველაფერი გასაბერი და რომ დაალაგეს გერმანელებმა შორიდან რომ დაინახეს ეგონათ რომ მართლა აქ დივიზიები იდგა, სინამდვილეში იყოს გასაბერი ტიკინები და ამიტომ გადმოისროლეს ნორმანდიიდან მოხსნეს დივიზიები და ძალიან გააძლიერეს ლამაშის სანაპირო. მოადუნეს ყურადღება აი აქ ნორმანდიაში და ამან მისცა შესაძლებლობა 6 ივნისს გადამსხდარიყო გარკვეული ესე იგი მცირე მონაკვეთი დაეკავებინათ და აი ამის შემდეგ უკვე შემოყვნენ და 25 აგვისტოს მარშალ დი გოლის მეთაურობით გათავისუფლებული იქნა პარიზი და ფრანგების შეუერთდნენ აი ამ საერთო მოკავშირულ მოთხოვნებს და აი ეხლა დაუბრუნდეთ ისე საბჭოთა ჯარებს უფრო ადვილი იქნება თუ მდინარეების მიხედვით მივყვებით და გასაგები იქნება თუ რუკაზე იმუშავებთ უფრო ადვილად მიხვდებით როგორ მიდიოდა წინ საბჭოთა ჯარები ანუ 43 წლისთვის ისინი გავიდნენ დნეპრზე, 44 წლის დასაწყისისთვის მდინარე ვისლაზე გავიდნენ, ამის შემდეგ უკვე აგვისტოს თვიდან მდინარე დუნაიზე და ბალკანეთისაკენ ჩავიდნენ დაბლა, ხოლო 45 წლის იანვრიდან გავიდნენ თუ არა ოდერზე, აი აქედან იწყება უკვე 12 იანვრიდან პირდაპირ იწყება უკვე ბერლინისაკენ წინსვლა. ანუ ორი მხარე მიდის ბერლინისაკენ, ესე იგი დასავლეთიდან მოდიან მოკავშირეები, აღმოსავლეთიდან მოდის საბჭოთა ჯარები, უნდა დაასწრონ ერთმანეთს, ვინ აიღებს ბერლინს, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მომავალში თუ როგორ უნდა მოეწყოს ევროპა და მსოფლიოც. ამ კუთხით 1945 წლის დასაწყისში მოწვეული იქნა იალტის, ანუ ყირიმის კონფერენცია და მინდა გითხრათ, რომ იალტის კონფერენციაზე თუ რამის დათმობა შეიძლება და ყველაფერი დაუთმეს ჩერჩილმა და რუზველტმა სტალინს. დიდი სამეულის შეკრებაა ეს და გერმანიის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ. საინტერესოა სტალინის მოქმედებები, საბჭოთა ჯარების მოქმედებები ძალიან საინტერესოა, რომ მოდიოდა დიდ გერმანულ დაჯგუფებებს რომელიმე ქალაქთან ალყას შემოარტყავდნენ და მერე ჩერდებოდნენ, არ იღებდნენ ამ ქალაქს, ალყაში დატოვებდნენ და ის თვითონ აგრძელებდნენ გზას, რომ სწრაფად წასულიყვნენ. სხვათა შორის მინდა იცოდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომი და ამას ვიტყვით, რა თქმა უნდა, 8 მაისს დამთავრდება, მაგრამ 9 მაისს იქნება აღებული პრაღა. მხოლოდ 9 მაისს და ამიტომ იყო რომ საბჭოთა პერიოდში 9 მაისი აღინიშნებოდა და არა 8 მაისი ომის დამთავრების დღედ. და აი მივედით იმ ეტაპამდე რომ უკვე ბერლინის მისადგომებთან არის საბჭოთა ჯარები, ბერლინი აუცილებლად რუსმა უნდა აიღოს და დანიშნული იქნა გიორგი ჟუკოვი ბერლინის აღების ხელმძღვანელად. 16 აპრილს დაიწყო ბერლინის ოპერაცია, საზეიმო უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, 140 პროჟექტორმა გაანათა ღამე და საინტერესო იყო რომ პროჟექტორებმა დააბნელეს გერმანელები და გზა გაუნათეს საბჭოთა ჯარებს. მინდა გითხრათ რომ ესე ადვილი არ იყო ბერლინის აღება, ძალიან გამაგრებული იყო ყველა სახლი, ყველა ქუჩა. ბერლინის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ გერმანელები, ფოლკშტურმი ჩამოაყალიბა პატარა ბავშვებისაგან 14-15 წლისა და ვეტერანი მოხუცებისაგან მან ჰიტლერმა და კბილებით იცავდნენ თავიანთ ქალაქს. მე მინდა გითხრათ რომ საბჭოთა ჯარებმა ბერლინის აღების დროს დაკარგეს უფრო მეტი ჯარისკაცი ვიდრე ერთად აღებული ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მთელი ამ ომის დროს. ნუ ხვდებით ახლა რა სისხლისღვრელი ბრძოლები ყოფილა. 2 მაისს ესეც უნდა ვიცოდეთ, რაიხსტაგის შენობაზე დროშა, წითელი დროშა აღმართეს მიხეილ ეგოროვმა, რუსმა და ქართველმა მელიტონ კანთარიამ და 8 მაისს ბევრი რო აღარ გავაგზელო ახლა 8 მაისს კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა, გერმანიის კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა ფელდმარშალმა კაიტელმა, მიიღო ეს კაპიტულაცია საბჭოთა მხრიდან გიორგი ჟუკოვმა, ამერიკელთა მხრიდან მიიღო დუაიტ ეიზენჰაუერმა, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან მიღებული იქნა მონტგომერის მიერ. 8 მაისს გერმანიასთან ომი დასრულდა, მაგრამ ომი არ დამთავრებულა, იმიტომ რომ არსებობდა კიდევ იაპონია. ამიტომ პოცდამში შეიკრიბნენ ივლის-აგვისტოში ისევ დიდი სამეულის წევრები, ამჯერად უკვე ცვლილებებია, იმიტომ რომ აპრილში გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუზველტი და მის ნაცვლად არის ტრუმენი. თვითონ კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში არჩევნებში კონსერვატორებმა წააგეს და ამიტომ ლეიბორისტების ლიდერი ცვლის იმას ჩერჩილს და ეტლი აგრძელებს ბოლო პერიოდს ამ კონფერენციისას და აი ამ კონფერენციაზე უნდა გადაწყვეტილიყო იაპონიასთან დეტალები იაპონიასთან ომისა და მოკლედ შემუშავდა მიმართვა იაპონიასთან მიმართეს კიდეც იაპონიას რომ უსიტყვო კაპიტულაციაზე მოეწერათ ხელი იაპონელებმა არ მიიღეს კაპიტულაციის პირობები მიუხედავად იმისა რომ ეხვეწებოდა სამხედრო ელიტას ჰიროჰიტო არ მიიღეს ყველა ერთიანად როგორც ერთი გავწყდებით მაგრამ ამერიკელებს არ დაუთმოთ არაბს იაპონელებს არ ეშინიათ სიკვდილით აი ასეთი იმის პათოსით იყვნენ განწყობილები იაპონელები და აი აქ ხდება ის რაც მანამდე არ მომხდარა არასოდეს ახალი იარაღი იქნა გამოყენებული ამერიკელების მიერ კერძოდ 1945 წლის 6 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაზე ჩამოგდებულ იქნა პირველი ატომური ბომბი პაწაწინას სახელით ჰიროსიმა შემთხვევით არ იყო შერჩეული იყო სამხრეთ იაპონიის თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და ბურჯი ამის შემდეგ იაპონელებს გაუმეორეს ულტიმატუმი საშინელი იყო ნგრევარაზე საუბარი ხვდებით ახლა ატომური ბომბია და გაუმეორეს ულტიმატუმი იაპონელებმა ისევ არ მიიღეს ულტიმატუმი და 9-ში უკვე მეორე ბომბის ქელუნა იქნა ჩამოგდებული 9 აგვისტოს აქ უკვე შემთხვევით შერჩეულ ქალაქზე ნაგასაკიზე იაპონელები კვლავ არიღებენ ულტიმატუმს 9-ში ომში ერთვება საბჭოთა კავშირი და იწყება იაპონიის ასე ვთქვათ იაპონიის დამორჩილება და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ 2 სექტემბერს ამერიკელთა სამხედრო ხომალდ მისურიზე იაპონელებმა ხელი მოაწერეს კაპიტულაციას და მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. მინდა გითხრათ რომ შედეგები იყო კატასტროფული. მსოფლიო ომმა შეიწირა 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. აქედან 20 მილიონი საბჭოთა კავშირის მოსახლეობიდან და მე რატო ვამახვილებ ახლა განსაკუთრებით ამაზე ყურადღებას ამ 60 მილიონიდან იყო 12,000 საქართველოს მოქალაქე. ეს მინდა გითხრათ რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით პროცენტულად ყველაზე მეტი იყო, ანუ ყველა მეათე ადამიანი საქართველოსთან დაიღუპა. მე მინდა გითხრათ რომ ქართველებმა ამ ომში მიიღეს ყველა დიდ ოპერაციაში მონაწილეობა, განსაკუთრებით ყველა ქართულ ოჯახში ალბათ არის ვისაც ყავს ქერჩში დაღუპული, სადაც 224 ქართული დივიზია იქნა გაგზავნილი და აი ესე უაზროდ იქნა, იმიტომ რომ ქერჩი მაინც ვერ შევინარჩუნა და სევასტოპოლი მაინც დაეცა, უაზროდ იქნა აი ეს ჩვენი მაშინდელი ახალგაზრდა ბიჭები, ჩახოცილები. ასევე მინდა გითხრათ რომ ქართველები გერმანელების მხარესაც იყვნენ, იბრძოდნენ, ეს არის თამარ პირველი, თამარ მეორე, ბერგმანი, ოსტლეგიონი, შალვამ მაღლაკელიძის, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და ამას სხვა გაკვეთილებზე ვისაუბრებთ. მინდა კიდევ ერთი რამ თქვა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში გაიმართა უზარმაზარი ნიურნბერგის პროცესი ქვია ამას, უზარმაზარი სამხედრო დამნაშავეების პროცესი, 177 დამნაშავე იქნა 45-46 წლებში, ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობდა, ნოემბერ-ოქტომბერში მიმდინარეობდა ეს და 177 ნაცისტი სამხედრო დამნაშავე იქნა გასამართლებული მხოლოდ 4 მათგანი გამოუშვეს ეგრევე დანარჩენები ან ჩამოახჩეს ან ასე ვთქვათ ხანგრძლივი პერიოდით ჩასვეს ციხეში. აი ესე დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, დღეისათვის სამი დავამთავრდა, შემდეგზე კიდევ გავაგრძელოთ ამ ომის შედეგებზე საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.